ურესეპტორის ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის ფაქტები გასული წლის მონაცემებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო კანონის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს. უკვე რამდენიმე თვეა უწყებაში ახალ რეგულაციებზე მუშაობენ. პროექტის მიხედვით აფთიაქის იმ მფლობელის წინააღმდეგ, რომელიც კანონდარღვევით გაყიდის პრეპარატს, გამკაცრებული სანქციები ამოქმედდება. თუმცა ჯერჯერობით სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რას მოიცავს ახალი რეგულაციები. 2 მინდა 400-იანი გაბაპენტინი და 1 ბაკლოფენი. ეს რამდენი საერთო? კაი, მადლობა. ფსიქოტროპული მედიკამენტი მოქალაქეს რეცეპტის გარეშე უპრობლემოდ მიყიდეს. ჩანაწერი თბილისის ერთ-ერთ აფთიაქშია გადაღებული. ამ ფაქტს რეაგირება მედიკამენტების გაცემისთანავე მოჰყვა, ვინაიდან მყიდველი ჯანდაცვის სამინისტროს საინსპექციო სამსახურის წარმომადგენელია. დაწესებულებას წამლები ჩამოერთვა და ლიცენზია შეუჩერდა. ინსპექტორების სამართალოს უხდის. წელს ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე გაცემის გამო ლიცენზია სულ 10 აფთიაქს ჩამოერთვა. ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა 2015 წლის ოფიციალური მონაცემები გაასაჯაროვეს. ამავე მონაცემებით პირველი ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტები გასულ წელთან შედარებით შემცირებულია. მათი განმარტებით ეს გამკაცრებული რეგულაციების შედეგია. გაიზარდა ჯარიმები, უსტარული ნარკოტიკების დასამზადებლად საჭირო მედიკამენტებზე კი კონტროლი გამკაცრდა. თუკი ჩვენ გასული წლების განმავლობაში აქტუალური ქონდა ნარკოტიკული თხრობის კუთხით რამოდენიმე ათეული დასახელების სამკურნალო საშუალება, დღეის მდგომარეობით სამწუხაროა გვაქვს, მაგრამ გვაქვს ძირითადად 2 დასახელების სამკურნალო საშუალება, ეს არის გაბაპენტინი და ბაკლოფენი. 99% არის მოკლებული ეგრეთ წოდებული კროკოდილის ვინტის ჯეფის გამოყენება საქართველოში, ასევე 90% არის დაახლოებით ნარკოტიკის მოხმარება საქართველოში შემცირებული. სპეციალისტები, რომლებიც ნარკოდამოკიდებულ ბენეფიციარებთან მუშაობენ, ამბობენ, რომ ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე გამკაცრებული კონტროლი მომხმარებლების შემცირებაზე აისახა. თუმცა ნარკოლოგები, კანონდამრღვევი აფთიაქების წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების აუცილებლობაზე საუბრობენ. დღევანდელი კანონმდებლობა ლიცენზია ჩამორთმეულ მეპატრონეს ახალი აფთიაქის რეგისტრირებისა და საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. წელს დახურული 10 აფთიაქიდან იმავე მისამართი ახალი სახელწოდებით ფუნქციონირებას ყველა მათგანი აგრძელებს. მოგება, რასაც ეს აფთიაქები ნახულობენ, ამ ჯარიმებს ბევრად ცდება. შესაბამისად, ალბათ უნდა ბევრად უფრო გამკაცრდეს კანონმდებლობა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეციოს. ხშირად არის ხოლმე ისეთი შემთხვევებიც, პირდაპირ გეტყვით, როცა იციან თვითონ, რომ აი რომელი თითოეულ აფთიაქია დარჩენილი, საიდანაც შეიძლება იყიდებოდეს ეს არალეგალურად. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახლა საკანონმდებლო ცვლილებაზე უკვე მუშაობენ, რომელიც აფთიაქს ლიცენზიის ერთხელ ჩამორთმევის შემდეგ საქმიანობის ხელახლა დაწყებას შეუზღუდავს. უწყებაში კანონპროექტის დეტალებს ჯერ არასაჯაროვებენ. მოქმედი კანონმდებლობით კი ურეცეპტოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემა აფთიაქისთვის ლიცენზიის შეჩერებას მესამე ჯერზე ითვალისწინებს. პირველი და მეორე შემთხვევის დროს კი ჯარიმა 6 და 12,000 ლარია.